მოგესალმებით ყველას. გუშინ როგორც დაგბერდით, უნდა გავიდე იმ ქუჩაზე, სადაც არის გატარებული ერთ-ერთი საეჭვო მშობიარე ჩემი მშობიარობის პერიოდში არის დარეგისტრირებული ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ ფიქსირდება მოქალაქეთა რეესტრში. ანუ არ არსებულ ადამიანზე ქუჩაზე მამის სახელი, მეუღლის სახელი არ წერია და გატარებული არის თითქოს მან იმშობიარა 7 თვიანი ბიჭი. ბავშვი თითქოს გაუკეთდა ბეცეჟი და თანამედროვლად გადაყვანილი იქნა ქუთაისის მრავალ პროფილურ საავადმყოფოში, ანუ რეანიმაციაში. ერთი წლის წინ ეს ჩანაწერი და სხვა საეჭვო, ჯამში 65 საეჭვო ჩანაწერი 2000 წლის სარეგისტრაციო წიგნიდან დავუდე გამომძიებელს და ვთხოვე, რომ გადაეკვირვებინა ყველა ეს მშობიარე ინფორმაციები და ნამდვილად დაბადეს თუ არა მათ, გააჩინეს თუ არა მათ ეს ბავშვები და თუ მართლა მოძრაობენ ეს ბავშვები ამ და ამ სახელებითა და გვარებით. პასუხი მქონდა ისეთი, რომ თქვენ არ გეხებათ, თქვენ დაკავშირში არ არის, ამიტომ ვერ გადავამოწმებთ. არაერთხელ მოვითხოვე ამ ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ იმდროინდელმა გამომძიებელმა არ ჩათვალა საჭიროდ ამ ინფორმაციების გადამოწმება, შემდგომ ჩაეხსნა ჩემს საქმეს და ამიტომ მე თავად დავიწყე ამ ინფორმაციების გადამოწმება. დღეს გავალ ახლა ამ ქუჩაზე და ვნახოთ აბა ამ სახელზე და გვარზე 2000 წელს თუ ცხოვრობდა ასეთი ოჯახი. და რა მაინტერესებს ახლა თქვენ ამ ქუჩაზე ცხოვრობთ დიდი ხანია? ახლა 16 წელია. ანუ მაინტერესებს ვეძებს 76 ნომერს ნიკომარის ქუჩაზე. 76 ცოტა იქეთ იქნება. აი ბოლოში. აქ მითხრეს რომ 12-ით მთავრდება ქუჩა. ცოტა ისე არის განლაგებული. ხო. აი ამ კრუქში რაც არის, მაშინ იქეთ უნდა ვაყოთ. აი ამის ბოლო ხო, მაგრამ იქედან იწყება ნუმერაცია და ეს არის ბოლო ციფრები. არის 63. 63-ია თქვენი და 72 არის ის. აქ როდესმე თუ უცხოვრია, სახელს არ ვიტყვი ხა და არ გავაჟღერებ, რადგანაც ჩაწერა არის და აი ესეთი ოჯახი. არასოდეს. არ გამიგე. არავინ ასეთი. მადლობა დიდი. მე ვარ თეორა გაბადაცი. თქვენი ჩვენ გეძებთ დამარცხებელი და ვეძებთ მოკლედ დაკარგულ ადამიანებს და ერთ შეკითხვა მაქვს, თქვენ ამ ქუჩაზე დიდი ხანია ცხოვრობთ? კი. 72 ნომრით მთავრდება ეს ქუჩა. 76-ს ვეძებ. როგორც მითხრა 76 ნომერი აქ არ ყოფილა არასდროს. გვარი არსებობს. აი ეს ეხა რადგანაც გადაღებას ვაწარმოებ და გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა დავასახელო გადაღების დროს ეს ოჯახი, ვისაც ვეძებ, ასეთი ვინმე. თუ გაგიგიათ აქ ცხოვრობდეს. მე ხედავ არა ხო, იქეთაც მითხრას რომ ასეც არავის არ უცხოვრია. არა. არ მაგი არის როწერე მაგა როგორც ასე მაგი ნომერზე მთავრდება რა აქ ოპერას კლენტი. არასოდეს ხო? მე არ გვარი მიახლოებით 26 წლის წინ უნდა ეცხოვრათ აქ. ანუ 2000 წელს. მე ვცხოვრობ მაგარა 63 მაგარი გვარი მეგებული. ყოველთვის ეს ქუჩა იყო ნიკომ ეს ქუჩა რაც არის. დანოვი იყო ადრე. ხო. ნუ 2000 წელს ესე არის გატარებული და არ ცხოვრობდნენ ადრე იყო დანოვის ქუჩა. მე გადაარჩენა და აქ ნიკომარის ქუჩა. ხო. დანოვის ქუჩა. კარგით. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან დამეხმარეთ. ჩვენ არ ვსმენია. კარგით, მადლობა. მახლობლში არის. კი, აი იქაც ვიყავი ბოლოში 72-ით მთავრდება. სინზადი ახლა მე ვსწავლობ ხარ. მე კიდევ ჩემზე დიდი ხანია და მოქონდეს მოკრული. ძალიან დიდი მადლობა დამეხმარეთ ძალიან. კარგად. კარგად. მე ვარ თეონა გაბადაძე, ქუთაისელი, საფრთხელი. საძიებო ჯგუფიც ჩვენ გეძებთ დამფუძნებელი. დაგძალით იყავით. მაინტერესებს შეკითხვა მაქვს ერთი. გამარჯობა, თუ გებავთ თქვენს მოგძანდით. ხანდაზმული ადამიანი მაინტერესებს უფრო ამ ქუჩაზე ვინც ცხოვრობს. სახელი და გვარი. აი ეს ოჯახი თუ გეცნოთ ამ ქუჩაზე რო ცხოვრობდეს.
რომ არის 76. არ არსებობს ესეთი ნუმერაცია, ვიყავი ბოლოში 72-ით თავდება. და იქეთ მითხრეს, რომ ასეც არავის არ უცხოვრია აქ არასდროს. ხო და მეც არ ვიცი რა დიდი ხანია ცხოვრობ. კი ბატონო, მითხრეს, რომ 40 წელზე მეტი აქ ავართო და არავინ ესეთი. ის გვაზე ხოა და რაღაცა მაინც არ ალობ ჟანჯი აქ არავინ და თქვენ ხომ არ გეცნობათ ეს ოჯახი, სახელი და გვარი. კარგი, მადლობა უღმის. კარგაბრძანდება. ყველასთვის გასაგებია, რომ ადამიანი, რომელიც გატარებული ყავს ხონელიძის კლინიკას 2000 წლის სამშობიარო ჩანაწერებში, არ ვიტყვი ზუსტად თვეს, მაგრამ სახელი, გვარი, მამის სახელი და თითქოს მან იმშობიარა 7 თვიან ბავშვზე, არ არსებობს ამ ქუჩაზე, არასოდეს უცხოვრია ამ გვარის ოჯახს ამ ქუჩაზე, არც ქალბატონს, არც მამამის, არც მის შვილს და საერთოდ ამ ქუჩაზე 76 ნომრის ნუმერაციაც კი არ არსებობს. ასე რომ არა მხოლოდ პერსონალური მონაცემები აქვთ გაყალბებული, არამედ ის რომ არასწორ მისამართი ყავთ გატარებული, ასევე ბავშვი, რომელიც მართლა დაიბადა 7 თვიანი, ვისი შვილია, არის ძალიან დიდი კითხვის ქვეშ. ბოლოს ვიტყვი იმას, რომ გამომძიებელი, რომელმაც არ მოახდინა ამ ინფორმაციის გადამოწმება, მესმის, რომ 65 ინფორმაციას ერთ წელიწადში შესაძლოა ვერ გადაამოწმოთ, მაგრამ ეს დეტალი, რომელიც ვთხოვე პირველ რიგში გადაემოწმებინა, სრული იგნორი იყო მისი მხრიდან და ჩემი საქმე 1 წლის განმავლობაში იყო შეჩერებული. საბედნიეროდ ახალი გამომძიებელი ყავს, ახალი პოლიციის უფროსი ყავს, ყველა არის ახალი თანამდებობის პირები, ვინც ჩართული არის ჩემს საქმეში. ვერავინ ვერ გამიმედავს და ვერ მეტყვის, რატომ გააკეთე ეს, რატომ გააკეთე ის, იმიტომ რომ ყველა გაფრთხილებული მყავს. აბსოლუტურად ყველას, ვისაც გავიხსენებ, ვიზეც მექნება ეჭვი, რომ შესაძლოა რამე იცოდეთ ჩემს საქმეში, ყველას მივადგები, ყველას მოვთხოვ პასუხს, მათ შორის იმ გამომძიებლებსაც, რომლებმაც მოახდინეს ჩემი საქმის გაჩერება და შეაჩერეს წინსვლა.